4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ირაკლი კობახიძეს მოწმის სტატუსით არ დაკითხავენ. ამ მოთხოვნაზე დღეს ბრალდებულებს და მათ ადვოკატებს უარი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა უთხრა, რასაც პროტესტი მოჰყვა. დღევანდელ სხდომაზე 15 ბრალდებულის ეპიზოდი განიხილეს, მათგან არასაპატიმრო აღკვეთილზომა მხოლოდ 3-ს აქვს. ია დარახველიძეს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს და ევა შაშიაშვილს, რომელსაც პატიმრობა გირაოთი 2 კვირის წინ მისი და მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუცვალეს. პროკურატურამ დღეს ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლია და ის ექსპერტები დაკითხა, რომლებმაც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები ჩაატარეს. ჩემი კოლეგა ნუცა ბახუტაშვილი ესწრებოდა რამდენიმე საათიან სხდომას, ის პირდაპირ ეთერში გვერდდება. ნუცა, რატომ მოითხოვა დაცვის მხარე მოცნების პრემიერის მოწმედ გამოკითხვა ამ საქმეზე და გითხარი რა ხდებოდა დღევანდელ სხდომაზე? Დიახეთი, რამდენიმე საათიანი სხდომა 15 პირიანი ჯგუფის წევრებმა პრაქტიკულად პროტესტის ნიშნად დატოვეს და მოსამართლე გიორგი გელაშვილს განუცხადეს, რომ მის მომდევნო ორ სასამართლო განხილვას არ დაესწრებიან. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა ბრალდებულებისა და მათი ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად. ირაკლი კობახიძის გამოკითხვისთვის კი საფუძვლად აყენებდნენ ადვოკატები იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელსაც ის 4 ოქტომბრამდე და მას შემდეგაც აკეთებდა, თუმცა მოსამართლემ თქვა, რომ ამ ეტაპზე დაგვიანებული არის ამ შუამდგომლობის დაყენება, თუმცა ადვოკატებმა ჩვენთან შეფასებისას განაცხადეს, რომ სხვა შემთხვევაშიც წინა სასამართლოს სხდომის ეტაპზეც რომ დაეყენებინათ ეს შუამდგომლობა, რა თქმა უნდა, მოსამართლე მას არ დააკმაყოფილებდა და მათ პოზიციას არ გაიზიარებდა. ეს კი მარტივად წინა პრეცედენტიდან გამომდინარეობს, როდესაც პაატა ბურჭულაძის და მურთაზ ზოდელავას ჯგუფში ეს შუამდგომლობა დააყენეს და მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის გამოკითხვა. არა და ირაკლი კობახიძე თითქმის ყველა ღია ეთერით სარგებლობისას ამბობდა, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით წესით, როდესაც ადამიანი ფლობს კონკრეტული მოვლენის მიმართ, რომელზეც მომდევნო დღეებში დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გარკვეულ პირთა მიმართ, უნდა გამოიკითხოს სასამართლოს წინაშე და ეს ინფორმაცია მოსამართლესაც უნდა მიაწოდოს, თუმცა ირაკლი კობახიძის შემთხვევაში ასე არ მოხდა. დღესვე გამოიკვლიეს ვიდეო მტკიცებულებები ამ საქმეზე და გარდა ეპიზოდური ფრაგმენტებისა, პროკურორებმა დღეს მოიტანეს ვიდეოები სასამართლოს სხდომათა დარბაზში, რომელიც არ ასახავდა 15 პირიან ჯგუფში ჩარიცხულ არც ერთ ბრალდებულს. ამას პროტესტის მოჰყვა დარბაზში ითხოვდნენ ბრალდებულები ეპასუხა პროკურორს, თუ საჩანდა მათთვის ბრალად შერაცხული ძალადობრივი მოქმედებები ან თავად ეს პირები ამ ვიდეოებში. ამ ვიდეოებზე არც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა არის ჩატარებული, თუმცა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ეს ვიდეო მტკიცებულებები მაინც გამოკვლეულად ჩათვალა. აღნიშნული შუამდგომლობა იყო დაუსაბუთებელი როგორც სამართლებრივად, ასევე ფაქტობრივად, არც კანონიდან გამომდინარეობდა აღნიშნული მოთხოვნა. შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ და არ დააკმაყოფილა როგორც ბრალდებულების, ასევე ადვოკატების მოთხოვნა. როგორც დღეს, ასევე წინა პროცესზე ვნახეთ ჩვენ არაერთი ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს კონკრეტული ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები. მათ შორის ვნახეთ ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს როგორც სასახლეში შეჭრის, მისი ხელში ჩაგდების მცდელობის, ასევე პოლიციელებზე ძალადობის, სხვადასხვა ნივთების, ინვენტარის დაწვის, ფიზიკური, იურიდიული პირების, ასევე სახელმწიფო ქონების დაზიანების და გადაწვის ფაქტები. შესაბამისად, აღნიშნულ ბრალდებულებს ყველას დაუდასტურდება ის ბრალდება, რომელიც წარდგენილი აქვს და ყველა მათგანთან მიმართებით, როგორც მოგახსენეთ, წარმოდგენილია შესაბამის ვიდეო. დაყენებულია 4 ოქტომბრის სხვა საქმეზე და ბუნებრივია, რომ ეს მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. ბრალდებულებმა დააფიქსირეს ერთობლივი პოზიცია, მათ აქვთ ბუნებრივია პროტესტი იმ უსამართლობაზე, რაც ქვეყანაში ხდება და მათ თავს ხდება უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ დღესაც მათ შორის დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ უბრალოდ ყვილად არიან ეს ადამიანები დაჭერილი, იმიტომ რომ ვიდეოების ნაწილი გამოვიკვლიეთ, სადაც ჩანს, რომ ეს ადამიანები მხოლოდ იმყოფებიან პრეზიდენტის სასახლის სიახლოვეს, არც ძალადობენ, არც ნივთებს არ ისვრიან, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი პატიმრობაში იმყოფებიან. აქედან გამომდინარე მათ ლოგიკურია მათი პროტესტი და მათ განაცხადეს, რომ აღარ მიიღებენ მონაწილეობას აი ამ უსამართლო პროცესში. რაც შეეხება უშუალოდ ირაკლი კობახიძის დაკითხვას და ამ შუამდგომლობას სასამართლოს სხდომაზე, მოსამართლემ რა თქმა უნდა რას მოსალოდნელი იყო არ დააკმაყოფილა, რაც შეეხება დაგვიანებული თუ ნაადრევი
არის აღნიშნული შუამდგომლობა, უშუალოდ ბრალდების მხარე მას განმარტავს, გავსი შუამდგომლობა იყო სხვა სხდომაზე და მიუხედავად იმისა, თითქოს და პროცესუალურად იყო თუ არა დაცული ვადები, მაინც არ იქნა დაკმაყოფილებული, შესაბამისად არანაირი არსებით მნიშვნელობა არ იყო გუშინ იქნებოდა დაყენებული აღნიშნული შუამდგომლობა თუ ხვალ არანაირი ამისი რეალური შესაძლებლობა არ იყო. ნებისმიერი პიროვნება არ აქვს აქ მნიშვნელობა ირაკლი კობახიძეა საუბარი თუ სხვა პიროვნებაზე, თუ კი ის საჯაროდ აცხადებს, რომ მას აქვს გარკვეული ინფორმაცია და გარკვეული ინფორმაციას ატარებს და შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს, რა თქმა უნდა არ აქვს მნიშვნელობა სახერგვარს, უნდა იქნეს სასამართლოში დაბარებული და მოსამართლის წინაშე მიაწოდოს. აი რას გულისხმობთ ამ დღეს სასამართლო პროცესზე სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა ვიდეო მასალა, რომელიც არ ჩანდა არც ერთი ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირი. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარისათვის ბუნდოვანია თუ რას ემსახურებოდა აღნიშნული ვიდეო მასალის სასამართლოში მტკიცებულების წარმოდგენა. როგორც მოისმინეთ, ადვოკატების განმარტებაც მათი დაცვის ქვეშ მყოფების უმეტესობა მიიღო ინდივიდუალური და ამასთანავე ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაესწრონ გიორგი გელაშვილის მომდევნო ორ სხდომას. ეს გადაწყვეტილება დროებითია და ისინი მათ შეიძლება შეცვალონ ეს გადაწყვეტილება ორი სხდომის შემდგომ, თუმცა ბრალდებულებმა სთხოვეს იმ პირებს, რომლებიც გირაოთი არიან თავისუფლები და ამ ჯგუფში ასეთი სულ სამია: გოგი ჩახუნაშვილი, იად არახველიძე და ევა შაშიაშვილი, რომ განაგრძონ ჩვეულებრივად სხდომებზე დასწრება და ნახონ თუ რას მოიტანს პროკურატურამ მტკიცებულება მათ წინააღმდეგ. 64 პირი არის 4 ოქტომბრის საქმეზე სულ დაკავებული და ყოველ დღე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. განიხილავენ ძირითადად ყველა ჯგუფში უკვე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს.